საით მიდიხარ არ საით არ წახვიდე? ბრავო, საოცარი ემოცია გამოიწვია. გადაიხი. ვიც დავждები გედა? ოჯახური სურათი. სტეფანე, მოდი დავიწყოთ შენით. სიმართლე მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთული სიმღერა, ისეთი ძალიან მართლა გენიალურად არის გაკეთებული ეს კომპოზიცია და თვითმიზანი იყო ის, რომ ორიგინალს მივსგავსებოდი, თვითმიზანი იყო ის, რომ სალომეს ემღერა ქართულად და გამოეხატა მისი შინაგანი სამყარო, რაც არის მისი პრიორიტეტი. მე ვფიქრობ, შენ ეს კარგად შეასრულე და არ ვიცი, ყველანაირად მე მომეწონა ეს ნომერი. იმიტომ რომ ეს იყო ემოციური და შენგან ემოციები მოდიოდა. ვოკალურად შეიძლება იყოს შეცდომები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დიდი მადლობა სტეფანე, თავთა გისმენთ. სალომე თავის შინაგან სამყაროს ყოველ ლაივზე გვაჩვენებს ხოლმე. მე ესე მეჩვენება არ აქვს მნიშვნელობა ის ქართულ სიმღერებს თუ ინგლისურს. ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ორგანული მომღერალია ჩემი თვალსაზრისით ამ შოუში. ყველაფერს ასრულებს ისე როგორც უნდა შეასრულოს. შეიძლება ვოკალში მართლა არსებობდა რაღაცები. გამიგია რომ ქართულ სიმღერას ვინმე რომ ღერის დიდი კრიტიკა მოყვება ხოლმე, ან უფრო დიდად აკრიტიკებენ. მე ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გაგაკრიტიკებ, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა ქართული სიმღერა და მოეფერა ისევ ჩემ ყურებს და ძალიან მიხარია და იმედია დარჩები. იმიტომ რომ შენ ამის ღირსი ხარ როგორც ადამიანის და როგორც მომღერალის. ბრავო. სოფო გისმენი. მე სალომეს თვალები ყოველთვის მაოგნებს ხოლმე, იმიტომ რომ საოცრად გულწრფელია და დრამატული ყოველთვის და მე ვფიქრობ, რომ დედა შენით ნამდვილად იამაყებს და დიდი მადლობა დღევანდელი არაჩვეულებრივი ქართული სიმღერის შესრულებისთვის. ქეთი, შენ გისმენთ? სალომე, ოჩახ ქართული სიმღერამ რომ მოგვასმენინე, იმიტომ რომ მე ისე მიყვარს ეს ქართული ენა, ხანდახან მიჭირს, მაგრამ ვიცი რომ აი ძნელია და აი მართლა მაგრად უნდა იმღერო და იცი კიდევ რა მომეწონა შენზე, როცა დაიწყე, რაღაც სახე ქონდა ძალიან
გაშეშებული, მაგრამ შიგნით თვალები გეწვებოდა და მე სიმღერა რო წავიდა, აი თითქმის გამაგიჟე რა, ძალიან მაგარი იყო. მადლობა კეთი. გიორგი, გისმენ გიორგი. საით მიდიხარო და მე კი ვიცი საითაც მიდიან ერთად სალომე და სტეფანე თან ლიდერობისკენ მიდიან რა თქმა უნდა და სტეფანემთან ისეთი სიმღერა შეურჩია რომ სიმღერაზე ხომ ვერაფერს იტყვი იქ ბიჭ მოცეკვავეებსაც წინ საფრები ეცვათ ალბათ იმიტომ რომ დიასახლისების გულიც მოვიგოთ და ამიტომ მე ვფიქრობ რომ რა იყო საინტერესო რომ ბევრს აკეთებდნენ მოცეკვავები, მაგრამ სულ სალომეს უყურებდი. აქცენტი იყო სალომეზე, კი, ნამდვილად. და მე ვფიქრობ, რომ სალომეს ლიდერობის პრობლემა არ ექნება, ამიტომ არ არის აუცილებელი მაყურებელმა თავი მოიკლას და მაინც ბევრი უმესიჯოს მას. ნამდვილი ორთაბრძოლა იწყება. სალომეს შემდეგ ტურში ხდება ვოკალურად რთული სიმღერა დავალება, რომელსაც რთული რო კარგად შეასრულებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ გადაიყვანეთ სალომე შემდეგ ტურში ტელემაყურებელო მოგმართავთ ყურადღებით იყავით გიორგის არ უსმინოთ მე კიდევ გულშემატკივრებს და მაყურებელს მივმართავ რომ საწავდნენ და თავისი შეძახილები და მოწონება პირდაპირ გადაიყვანონ ზარებში ნომერზე 093 300 307 არიცი დაიმახსოვრე მე